კათარზისის სასმელი წყლის გარეშე რატომ შეუწყდა ჰუმანიტარულ კავშირს წყლის მიწოდება და დაკარგა თუ არა სიტყვიერმა შეთანხმებამ ძალა, რომელიც კათარზისის ადმინისტრაციასა და წყალმომარაგების მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის შედგა, როდის აღუდგება საქველმოქმედო ორგანიზაციას სასმელი წყლის მიწოდება. ტუბერკულოზის მკურნალობა სავალდებულო ხდება კანონპროექტის მთავარი სიახლე, რა შემთხვევაში დაექვემდებარება პაციენტი იძულებით მკურნალობას, როდის ამოქმედება ახალი კანონი და როგორია სტატისტიკა. მისაღები გამოცდები ონლაინ რეჟიმში საპილოტო პროექტი აბიტურიენტებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მორიგი ინოვაციური პროექტი მზადდება, შეიცვლება თუ არა მისაღები გამოცდების წესი. კათარზის მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. რეგიონალური წყალმომარაგების გაერთიანების ზესტაფონის ცერვის ცენტრის თანამშრომლებმა ჰუმანიტარულ კავშირს წყლის მრიცხველზე ლუქი მას შემდეგ დაუდეს, რაც აბონენტის ადრესატზე მისული საგადამხდელო ქვითარში რიცხული თანხა გადაუხდელი დახვდათ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ მაშინდელ ხელმძღვანელობასთან და კათარზისი, როგორც საქველმოქმედო ჰუმანიტარული სახის ორგანიზაცია, წყლის მრიცხველის დაყენების შემდეგ მთელი 2 წლის განმავლობაში, როგორც აბონენტი არანაირ თანხას არ იხდიდა. ამ ხნის განმავლობაში კავშირში არც ქვითარი მიუტანია ვინმეს. თანხის გადახდის აუცილებლობის შესახებ კათარზის კომპანია მიმდინარე წლის იანვარში შეახსენა, როცა მას ამ ხნის განმავლობაში პირველი ქვითარი მიუტანა. მასში დავალიანების შესახებაც არის შეტყობინება, თუმცა მისი დაფარვის თაობაზე კონკრეტული ვადა მითითებული არ არის. მას შემდეგ ყოველთვიურად ქვითარს ქვითარი ემატება, ვალი იზრდება და მხარეებს შორის დავის ელემენტები ჩნდება. ამ დროისათვის დავალიანება საერთო ჯამში 3000 ლარს აჭარბებს. Კონდა სიტყვიერი შეთანხმება. შევთანხმდით, რომ კათარზისი არ გადაეხდიდა წყლის დავალიანებას. ვისთან შეთანხმდით და როგორ აი ეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან, ხელმძღვანელობასთან, მის ხელმძღვანელობასთან და ეხლა ხსნიან იმით, რომ ის ხელმძღვანელობა წავიდა, ახალი მოვიდა და გაამკაცრა საგადამხდელო პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ რაშუაში ვართ? ჩვენ 3 წელი თითქმის არ ვიხდიდით. არც ერთი ხელისუფლების დროს ჩვენ წყალზე გადასახადს არ ვიხდიდით. ქვითარი არ მოგივიდა. არანაირი ქვითარი არ მოგსვლია. იყო სიტყვიერი შეთანხმება, ქვითარი მოგსვლოდა, პირველი ქვითარი 2013 წელს დაგვიდგეს წყალის მზომი, რომელიც პირადად მე მაყიდინეს, პირადად ჩემი ძალებით დავდი და თავისთავად ირიცხებოდა წყალი, ახლა წყალი იხარჯებოდა, ამხელა ორგანიზაციას წყალი ჭირდება, საკვების მზადება, ამხელა ფართობის თებშების და არეცხვა და რა ვიცი, წყალი გჭირდება, იხარჯებოდა, კი ბატონო, მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ რაც იხარჯება, უნდა გადავიხადოთ, მაგრამ შეცდომაში არ უნდა შემიყვანო. იყო მოლაპარაკება, რომ კათარზისი არ გადაიხდა წყალს, არ მომსვლია პირველი ქვითარი, არ მომსვლია მესამე, არ მომსვლია მეათე, არ მომსვლია 22 და ბოლოს მომდის ქვითარი, სადაც იყო 1450. არც მაშინ არ მოყოლია რეაგირება და არც არავის არ დაუძალებია, მით დროს ფორმალობა უნდა იყოს ასეო. მომდის კიდევ ქვითარი და ყოველთვიურად ემატება 200 ლარი და ადის 3000 ლარამდე, უკვე ფაქტიურად 3000 ლარამდეა. ეს დავალიანება რა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ამის გადახდა არანაირად არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველი თეთრი ჩვენი სპონსორისგან გაწერილი გვაქვს, ისე რომ არ ვიცი, რაღაც კიდე ლავირებას ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიცია. ჩვენ კალკულაცია 4 წლის წინ წარუდგინეთ ამ კომპანიას და მაშინ ფაქტიურად გაწერილი ჰქონდა დაუშვათ კარტოფილი 30 თეთრად რამე და დღეს კიდე ხედავთ რა ფასებია და მთელი ჩვენი დანაზოგები ეს ხმარდება უკვე ამას, რომ პროცესი არ შეჩერდეს. ადგილობრივ სერვის ცენტრში კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრეს რეგიონის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო რამიშვილმა კი აქცენტი კათარზისის როგორც აბონენტის მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე გათვლით გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ვალის 30%-ის დაფარვის შემთხვევაში აღუდგება ორგანიზაციას სასმელი წყლის მიწოდება და თანაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში მან დარჩენილი თანხის გასტუმრებაც უნდა მოახერხოს.
არაერთხელთან გაფრთხილებული, არაერთხელ იყო ბატონი მერაბი გორდესიანი, მას ხელმძღვანელი ამაზე ანუ გაფრთხილებული ჩვენ უბრალოდ არ ვართ კორდო კომპანია, სახელმწიფო კომპანია და მე მას შეღავასის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია ჩვენ ყოველ თემეკის კომპანიას და მაქსიმალურად რაც შეიძლება კონკრეტულად გაგვეკეთებინა გადამწყვეტი თარიღი მე დავალიანე და გადაგიეხო 6 წელზე. ბატონმა მერაბმა ამაზე უარი განაცხადა და მაგიდან გამომდინარე უკვე თქვა არ იყო გადა იმისა რომ ამომარაგება შეგვეცდიდა და თუ გადაიხდიან ამ გადასახადს და ან დათანხმდებიან იმაზე რომ 5 წლის განმავლობაში დაახარონ დავალიანება 30% დაფარავენ ეგრევე ამომარაგება ჩაიწერა და ანაცემი გადასახადი თუ გადაგასრულდება 6 წლის მანძილზე. მერაბ გორდეზიანი კი აცხადებს, რომ ორგანიზაციაში ამთახის გადახდის საშუალება არ არის. თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა და ვალის გადახდის პერიოდი 2 წლამდე მაინც არ გაუგრძელეს, კათარზისში ეჭობენ, რომ მის გადახდას შეძლებენ. სხვა შემთხვევაში კავშირი გამოსავალს საკუთარი წყალმომარაგების სისტემის შექმნით აპირებს. იგეგმება, რომ აღნიშნული საყოფაცხოვრებო პრობლემა არტეზიული ჭის მოწყობით გადაჭრან. ტუბერკულიოზის კონტროლის შესახებ ახალი კანონპროექტის თანახმად დაავადების მკურნალობა საქართველოში სავალდებულო ხდება. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა. გიორგი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში მთავარი სიახლე არანებაყოფლობითი მკურნალობის დეფინაციაა. მისი განმარტებით, თუ პაციენტი ტუბერკულიოზის მკურნალობასთან დაკავშირებით დადგენილ ეროვნულ რეკომენდაციებს არ ასრულებს, გარკვეული გაფრთხილებების შემდეგ ის იძულებით მკურნალობას დაექვემდებარება. დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტუბერკულიოზით დაავადებულთა რაოდენობა შედარებით იკლო, ის მაინც საკმაოდ მაღალია, ხოლო პაციენტების დიდი ნაწილი გარკვეული მიზეზების გამო მკურნალობას რაღაც ეტაპზე წყვეტს და ინფექციის გადადების კუთხით საზოგადოებისთვის საშიში ხდება. არსებული მონაცემებით ტუბერკულიოზის შეწყვეტილი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 30%-ს აღწევს. 2014 წლის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ტუბერკულიოზის 3450 შემთხვევა იყო დარეგისტრირებული. კანონპროექტი 2017 წლიდან ამოქმედდება. ჩვენ ვიცით, რომ გასულ წელს საქართველოში დარეგისტრირდა 3450-ზე ოდნავ მეტი 3450 შემთხვევა. ბევრი არის ეს თუ ცოტა, რა საკვირველია, ბევრია, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევადარებთ ევროპულ რეგიონის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას 100,000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენ გვიკავია მეოთხე ადგილი 53 ქვეყანას შორის. ეროვნულ გამოცდებზე უკეთესი შედეგების მისაღწევად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ახალ პროექტს სთავაზობს. ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება სავალდებულო და არჩევითი საგნების ტესტირების ელექტრონული ვერსიები. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეასრულოს მოცემული დავალება. ასევე პროექტით გათვალისწინებულია შრომის გასწორებაც. სურვილის შემთხვევაში კი ცენტრი გათანაბრებული სკალირებული ქულების დათვლასაც უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტი აბიტურიენტს არჩევანის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ წინა საგამოცდო პროცესის სწორედ დაგეგმაში დაეხმარება. გამოცდების ეროვნულ ცენტრმა შემოიტანა ინოვაცია, რომ აბიტურიენტებმა შეძლონ ეროვნული გამოცდებისათვის კარგად მომზადება. კერძოდ, სთავაზოს ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საგამოცდო ტესტებს, ანუ 4 საგანს, რომელსაც ერთი არჩევითი საგანი და 3 ძირითადი საგანი, ჩააბარონ ონლაინ რეჟიმში და გამოსცადონ თავიანთი თავი, მაგალითად ზოგად უნარებში ვერბალურ ნაწილში ტექსტის გარჩევა განსხვავებულ ფორმატში ხდება, რადგან ეკრანზე არის ტექსტი გამოტანილი და სამუშაო ფურცელზე უნდა გადაინოს პასუხები. ამას აპრობაცია ჭირდება, რომ შემდეგ თუ კი წელს შეიცვალა და ელექტრონულად მოხდა ეროვნული გამოცდების ჩატარება, აბიტურიენტი იყოს ამისათვის მზად. კიდევ არის ერთი ინოვაცია დამატებული შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. მცირეა და სიმბოლურია საფასური, შეუძლია გასწორება მოითხოვოს თავისი ნაშრომის, გაიგოს რა ქულებზე აბარებს ის შესაბამის გამოცდას. მე-12 კლასელებს ეროვნული ცენტრის ინოვაციურ პროექტში მონაწილეობა გაზაფხულიდან შეეძლებათ.
მივესალმები ყველა იმ სიახლეს და იმ ტექნოლოგიას, რომელიც დაინერგება NLH-ის მიერ, რომელიც ჩვენ მოგცემს აბიტურიენტებს იმის საშუალებას გავეცნოთ წინ აწარ ჩვენ შესაძლებლობებს, შევაფასოთ და ამის მიხედვით შევძლოთ ჩვენი არჩევნის გაკეთება. ვინც ქართულს აბარებს ან სხვა რომელიმე წერით საგნებს, მათ რან ხარვეზები ექნებათ, მაგრამ სხვებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს და მე პირადად დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.